პირველი შეცდომა, რასაც ვფიქრობთ 20 წლის ასაკში არის ეს, რომ ქაოსი და არეულობა გქონია, რომ კატასტროფაა და ვაიმე რამე შველება. 20 წლის ასაკში ძალიან იშვიათია, რომ იცოდე ზუსტად რა გინდა. ასაკის მომატებასთან ერთად ხვდები, რომ სხვების აზრი მნიშვნელოვანი აღარ არის და იაზრებ, რომ არავის არ აინტერესებს. აი 20 წლის ასაკში თუ ამას ხვდები და ამ ბალანსით იწყებ ცხოვრებას, მერე ყველაფერი ლაგდება. იმის განცდით ცხოვრება, რომ აი ჩემ შობელს ახლა რა შეეშალა, ძალიან გლის შინაგანად და ქფიტავს. უფროსია და ამიტომ არასთქმა არ შეიძლება. დედა მე შენ ძალიან მიყვარხარ, მაგრამ მე არ მინდა რომ ვიყო პროგრამისტი. რა არის ნამდვილად ის წითელი დროშა, რაც ურთიერთობებში არ უნდა გამოგვეპაროს 20-იან წლებში? რატოა რომ სულ ერთი და იგივე შეცდომას უშვებ პარტიულის არჩევაში? 5 წელიწადში შენ იქნები ზუსტად ის ადამიანი, რა წიგნებსაც კითხულობ და რა ადამიანებთანაც გაქვს ურთიერთობა. ისეთი კაი სიტყვები თქვი შენ, რომ ძალიან მესიამოვნა. 20 წლის რო ვიყავი, მაშინ კიდევ უფრო მესიამოვნებოდა ვინმეს რომ ესეთი რამე ითქვა. მაჭარია, დაღვინების პერიოდი აქვს და ვაცალოთ რომ ღვინოთ იქცეს. ნინი ძალიან მაგარი იყო. ძალიან მაგარი ხართ თქვენ. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ნინი თოლქს პოდკასტს. ოდესმე მქონიათ თუ არა განცდა, რომ თითქოს ცხოვრებაში თქვენს ირგვლივ ყველა რეალიზებულია, ყველა მიცის რა უნდა აკეთოს. ზოგადად 20-იან წლებში ეს ყველაზე დიდი კრიზისი არის, როცა უსვამ შენ თავს შეკითხვას, თუ ვინ ვარ მე და რა მინდა და ამ შეკითხვაზე პასუხი არ გაქვს. გულწრფელად რო გითხრათ, მეც ამ შეკითხვის და ამ პასუხის ძიების ფონზე დავიწყე პოდკასტი. ვიცოდი, რომ ჩემს გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი იყო ისეთი, ვისაც იდენტობის კრიზისი ჰქონდა. შესაბამისად, გადავწყვეტა, რომ შემექმნა ისეთი სივრცე, სადაც მოვიწვევდი პროფესიონალებს და ამ თემებზე ვისაუბრებდით არა ლექციურ, არამედ ძალიან გულწრფელად და ძალიან სასიამოვნოდ. შესაბამისად, დღეს ნინი თოლქს პოდკასტის ფინალური ეპიზოდი არის პირველი სეზონის ბოლო ეპიზოდი და მართლაც კვირი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვე. დღეს მოვიწვიე ადამიანი, უსაყვარლესი ქალბატონი, რომელიც გაგცემს კითხვაზე პასუხს თუ რა არის ის ძირითადი შეცდომები, რასაც 20-იან წლებში ვუშვებთ, რატომ გვიჩქარება ზოგადად ესე ცხოვრება და რა უნდა ვიცოდეთ რეალურად 20-იან წლებში. რა არის რეალურად მნიშვნელოვანი და რას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. სანამ ჩემს სტუმარს წარგიდგენდეთ, გეტყვით, რომ ნინი თოლქს პოდკასტის გენერალური მხარდამჭერი გახლავთ ალტე უნივერსიტეტი. ჩემი სტუმარი კი გახლავთ ყველასათვის საყვარელი ფსიქოთერაპევტი, საქართველოს პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი ლალი ბადრიძე. ქალბატონ ლალი, ძალიან დიდი მადლობა რომ მეწვიეთ. დიდი ხანია მინდა თქვენთან კოლაბორაცია და მართლა აი კვირი ლუკმა ბოლოსთვის სეზონის ბოლო ეპიზოდისთვის შემოგინახეთ. დიდი მადლობა ნინი და ისეთი კაი სიტყვები თქვი შენ, რომ ძალიან მესიამოვნა. 20 წლის რო ვიყავი, მაშინ კიდევ უფრო მესიამოვნებოდა ვინმეს რომ ესეთი რამე ითქვა და მაგარი გოგო ხარ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მაგარია, როცა ხვდები, რომ არიცი ვინ ხარ, არიცი სად ხარ და საკუთარ თავს ეძებ. და შენ სასაკში ეს არის ძალიან ხშირი. ალბათ ერთეულება თუ იციან სინამდვილეში რა უნდათ, მაგრამ მომართვიანობაც, აი ძირითადად შენი ასაკის ახალგაზრდები მოდიან მაგ მომართვით, რომ აი ამ ხელა ვარ უკვე და არ ვიცი რა მინდა, არაფერი არ გამიკეთებია, არაფერს არ წარმოვადგენ და ეს ამ პრობლემით მოდიან ხოლმე ძირითადად. ფსიქოთერაპიაში, ფსიქოლოგიაში ითვლება ზოგადად არის ასეთი ძალიან დიდი ფსიქოლოგი ერიკ ერიქსონი, რომელსაც აქვს ფსიქოსოციალური განვითარების სტადიები და ის თვლის, რომ ზუსტად აი შენ სასაკში ადამიანი ეძებს საკუთარ იდენტობას. აქ როლების აღრევის მომენტი, როცა არ იცის ვინ არის. აი ნახე, მარტივად რო ვთქვათ და იცი რომელ ასაკამდე გრძელდება ეს? ალბათ 25-30 წლამდე. ზუსტად. ნახე, ადრე ეგონათ რომ გარდატეხი სასაკი 21 წლის ასაკში მთავრდება. მე შემიძლია ვისაუბრო ძალიან ისე თამამად, რომ რეალურად გარდატეხის ასაკიც ხო გავიარეთ, მაგრამ ახლა მგონია რომ მეორე გარდატეხის ასაკს გავდივარ. ხო, ან არ დავასრულე ეს ერიქსონის რაღაცა სტადია, ხო? გამოვდავე და დღემდე მაგას გავდივარ. არ გამოგიტოვებია, იქ ხარ. ეს გრძელდება, კი ბატონო, იმიტომ რომ ის გარდატეხის ასაკი ცოტა სხვანაირი არის. უბრალოდ გაქვს იდენტობის კრიზისი, ვინ ვარ მე? და უკვე 20-იან წლებში ამ ვინ ვარ მესთან ემატება პასუხისმგებლობებიც. და ეს კიდევ უფრო რატომ მოვედი
ამ ქვეყანაზე კი, საერთოდ რა მინდა რა ამ მინდა. ცხოვრებაში. აი ეს არის ხომ აქტუალური თემები, რომლებიც 30 წლამდე გრძელდება, საერთოდ პრეფრონტალური ტვინი განვითარებას 25 წლის ასაკში ასრულებს, როცა ეს გრძელვადიანი გეგმები ფაქტიურად აი ამისი ჩამოყალიბება შეგიძლია და უფრო გლობალურად აზროვნება შეგიძლია. მაგრამ გვეჩქარება. მოდი მაგაზე ვისაუბროთ. რატო გვეჩქარება ზოგადად 20-იან წლებში და რატომ გვაქვს პენსიაზე გასვლის ეს ნაადრევი სიმპტომები? სად მივდივართ? მუდამ გვაქვს იმის განცდა, რომ რაღაცნაირად ვაგონი მიქრის და ჩვენ ამ ვაგონს ვერ ვეწევით და რატომ გვეჩქარება ეს? რისგან გამომდინარე? იცი რა საინტერესო რა არის 20 წლის რო ხარ ხა შე როგორც პენსია დაანგულზე მომხვდა. იმიტომ რომ პენსიის ასაკში უკვე ფიქრობ, რომ აუ ნეტა იქ დამაბრუნა. რა მაგარი იქნებოდა. მე ხშირად მიფიქრე, ხა იქ რო დამაბრუნა, რას ვიზავდი? ალბათ იგივეს. თუმცა მაშინ ამდენი ცოდნა არ იყო. აი ეხა რაც არის საშუალებები, ალბათ რასაც შევცვლიდი, ძალიან ბევრს მოვისმენდი უფრო და რა არის ის, რაც არიცი 20 წლის ასაკში. საკუთარი გამოცდილებით გეტყვი რა. პირველ რიგში 20 წლის რო ხარ და ხარ ქაოსში და არეულობაში, ხო? და გგონია, რომ ვაიმე რა მჭირს. არ ვიცი რა მინდა, არ ვიცი ვინ ვარ და წეგან ერიკ ერიქსონი ვახსენდა, აი მარტივი სიტყვებით რო ვთქვათ, რას ამბობდა ერიკ ერიქსონი? ამბობდა, რომ წარმოიდგინეო ცხოვრება, აი 20-დან 30 წლამდე რო შევადაროთ, ნახე, ცხოვრობ სახლში, მიდიხარ სადღაც და გინდა რომ ჩაიცვა, სამოსი არჯიო. გახსნი შენს გარდერობს და ხედავ რომ ნაირ-ნაირი ტანსაცმელი კიდია. ვიღაცა გირჩიეს, რომ ეს ჩაიცი გიხდებაო, რაღაცა მშობლის ნაყიდია, რაღაცა მოდაშია, რაღაცა უცბად იაფად შეხვდა და იყიდე და იცმევ ამ სამოს და რაღაც გიჭერს. ვერ ხარ კარგად. გაიხდი, ეხა მეორე სიტყვა. ხვდები, რომ კი ეს მოდაში კია, მაგრამ ჩემი არ არის. ამასაც დადებ. ირჩევ ამ მშობლის სამოს, ამ მშობელს უხარია, რომ გაცვია იმისი ნაყიდვა, მაგრამ შენ ვერ ახარ კარგად და ამ ძებნაში ბოლოს პოულობ შენ საკუთარს. და ჩაიცმევ და შეიძლება სხვა სულ არ მოწონს, მაგრამ გრძნობ, რომ კომფორტულად ხარ და კარგად ხარ. შენს ტყავში. შენს ზუსტად, აი ესე გემრიელად გრძნობ და აი ზუსტად ეს არის საკუთარი, აი ზუსტად ესეთია საკუთარი თავის ძიება და ის რომ გადადიხარ ერთი ფაკულტეტიდან მეორეზე, იცვლი ამ რაღაცა პროფესიებს, ზოგი სწავლა საერთოდ თავსანებებს და ფიქრობ, რომ ზოგი საერთოდ არაბარებს. ზოგი საერთოდ არაბარებს კი. და ნახე რა არის სოციალური დაკვეთა ეს თითქოს ესე ჩამოყალიბდა საზოგადოებაში, რომ 22 წლის ასაკში დიპლომი უნდა გქონდეს, 25 წლის ასაკში კარიერა უნდა გქონდეს, 30 წლამდე რაღაცა ოჯახი უნდა შექმნა, ესე არ არის. არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ინდივიდები და ყველა ჩვენი შეხედულება. განვითარების რაღაცა ჩვენი რიტმები. აუცილებლად. მოგიყოს ზღაპარი. რა თქმა უნდა, მე ძალიან მიყვარს თქვენი ეს ზღაპრები და მოკლედ ერთი ახალგაზრდა, ესეთი შენაირი, რო ეძებს თავის თავს და ვერ გაიგო რა უნდა, არის სადღაც 25 წლის და ძალიან დაღონებულია, იმიტომ რომ არ იცის რა უნდა და თulis რომ საერთოდ უსარგებლოა რისთვის მოვიდა ამ ქვეყანაზე. მიდის ბრძენ მებაღესთან და ეუბნება, რომ 25 წლის ვარო და ჯერ არც არაფერი არ გამიკეთებია, არც ვიცი რა მინდაო. რა გავაკეთო? საერთოდ არავის არ ვჭირდები. წაიყვას მებაღე და აჩვენებს ორ ნარგავს, გვიმრას და ბამბუქს. და ეუბნება, რომ იცი რა, ეს გვიმრის თესლი და ამ ბამბუქის თესლი ერთი და იგივე დროს დავრგე. ორივეს ვრწყავდი. 1 წლის მერე ეს გვიმრა გაიფურჩქნა, გაიზარდა, მოედო ამ მთელ ბაღს და გულსდასრულს ახარებდაო და ბამბუქს რაც არ ქონდაო. მე მაინც ვრწყავდიო. მეორე წელს უყურებ კიდე არაფერი. მესამე წელს ვრწყავ კიდე არ გადავირიო, მაგრამ მორწყო არ შემიჩერებიო. მაშინ ამდენი არ ვიცოდიო, რაც ეხა ვიციო და ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ვიფიქრეო ალბათ რა ვიცი, არ გაიხარა ამ ბამბუკმა. მე-4 წელი ვრწყავ, მე-5 წელი ვრწყავ და უცებ დავინახე მე-5 წლის ბოლოს, რომ ამ ბამბუკმა თავი ამოღო. 6 თვეში 30 მეტრი გაიზარდაო. თურმე რა ხდებოდა და ბამბუქს თურმე რა თვისება აქვს, 5 წელი ფესვებს უშვებს და იმაგრებს ამ თავის საფუძველს, რომ მერე ეს ამხელახე რო გაიზრდება, დაჭერა შეძლოს ამ ყველაფერმა. ხო და ეხლა თქვენ მაგას აკეთებთ. ფესვებს უშვებთ.
ეძებთ საით წახვიდეთ, ეძებთ უფრო მყარად დადგეთ მიწაზე და ის ყველაფერი, რაც ჩვენ ცხოვრებაში ხდება, ის ფესვები, რომლებიც იტოტება და სხვადასხვა მხარეს მიდის, ზუსტად მაგას ემსახურება, რომ მე მყარად იდგე. ანუ 20-იანი წლები რაღაცა ფუნდამენტის ფესვების გადგმის რაღაცა პერიოდი არის. 20 წელი არის ფაქტიურად, აი 20 წლიდან ეს არის გარდამავალი პერიოდი ბავშვობიდან ზრდასრულობაში. აი გადადიხარ, უცებ ბავშვი იყავი და ხვდები, რომ ხა ბავშვი აღარ ხარ, მაგრამ არც ისეთი ჩამოყალიბებული ტიპი ხარ. სადღაც შუაში ხარ, ხო, აი გემატება ეს რაღაცები და ანუ პირველი შეცდომა, რასაც ვფიქრობთ 20 წლის ასაკში არის ეს, რომ ქაოსი და არეულობა გგონია, რომ კატასტროფაა და ვაიმე რამე შველება. ეს არის ნორმა და ესეც უნდა იყოს აუცილებლად. ხო. მეორე შეცდომა, რასაც ვფიქრობ, რასაც 20 წლის ასაკში ვფიქრობთ, ეს არის, რომ ვაიმე არ შემეშალოს. შეცდომის დაშვების გვეშინია, იმიტომ რომ ელოდებიან, რომ შენ ეს უნდა გააკეთო, ის გააკეთო და ვაიმე შეცდომა რომ დაუშვა რამე შველება. ეს არის ერთ-ერთი დიდი შეცდომა, ასე ფიქრი. იმიტომ რომ შეცდომა თუ არ გაუშვი, ვერ ისწავლი, რა თქმა უნდა. და მე ჩემ სტუდენტებს ვეუბნები, პირველი რო შედივარ ლექციებზე, რაც შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვით. და ზუსტად წინა ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიყავი ამ ერთი კვირის წინ ამ თემაზე ვსაუბრობდით, შეცდომის დაშვების თემაზე და ისეთი პოლემიკა გამოიწვია, როგორ შეიძლება ბავშვს და ასწავლო თავიდანვე, რომ ესეთი გაიზარდოს, ისეთი გაიზარდოს. მე ვამბობ, რომ ბავშვს უნდა მისცე თავისუფლება, ოღონდ ის კი არა, რაც საშიშია და სიცოცხლისთვის აზიანოა, რა თქმა უნდა ის არა, მაგრამ მიეცი უფლება, რომ გაიქცეს, რომ თუნდაც წაიქცეს, რომ თვითონ ადგეს. მოსინჯოს იმ ხეზე ასვლა როგორია, მოსინჯოს ეს რაღაცეები და მე მიხვდება რა არის მისთვის მისაღები და რა არა. ანუ შეცდომის დაშვების არ უნდა გვეშინდოდეს. ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელობა. ესეც საზოგადოებიდან გამომდინარეობს, იმიტომ რომ დაკვეთა არის, წეგან თქვენ სწორად ახსენეთ, რომ რაღაცნაირად გაწერილი არის დედლაინებად ასაკები, რომ აი 22 წლის ასაკში ესე უნდა ვიყო და აი მეც რომ გულწრფელად ახლა გაგიზიაროთ, ბოლო 10 წელია ალბათ სულ მჭირდება 5 წლიანი სამოქმედო გეგმა. აი 5 წელიწადში რა უნდა გავაკეთო და მე რაღაც მომენტში გავიაზრე, რომ კი არ ვცხოვრობ და კი არ ვიღებ სიამოვნებას პროცესისგან, თუნდაც ის გამოცდის ჩაბარება, რაღაცა მცირე წარმატებები, რაღაცნაირად აი ცხრილი მაქვს, ბულეთებად მაქვს და ესე წიჭკავ მერე, ხო? და ეს რაღაცნაირად გაკარგვინებს იმ ხალის, იმ ბედნიერებას, რაც მოაქვს. რა დღეში ყოფილხარ ნინიშე? ურიგოთა ხარ ჩაწერილი ჩემთან მოდი. უფასო ფსიქოთერაპიას მობრძანდი. ამიტომ დავიწყე მეგობრებო პოდკასტი. ხო და მაგაზეც კიდე გამახსენდა. მაგრამ სამწუხაროდ მე არა ვარ ესეთი და ჩემს გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი. მარტო შენ არა ხარ. ო რა თქმა უნდა. ხო და მაგას ვაკეთებ ჩვენ ზუსტად და მაგაზეც გამახსენდა ერთი პატარა თქმულება აღმოსავლური. მოკლედ ერთი ბრძენია, რომელსაც მოსწავლეები ყავს და ნუ ძალიან ისეთი სახელი აქვს და ამ ქვეყნის ხელისუფალი მიდის და ხედავს, რომ ეს ბრძენი ამ თავისი მოსწავლეებით ურწის და ნუ არის ერთი სიცილკისკისი და გართობა და ჩაისვამენ და მაიმუნობენ და ეს გაოცებულია და მოვიდა რას აკეთებ თუ ეუნება და რაც ერთობითო და მეო თქვენზეო სხვა წარმოდგენა მქონდაო, აკო სხვა იმედებით მოვდიოდიო. კარგიო მამთხრა, აიო შულდის არის რო კიდია კედელზე აიღე და აბა მოჭიმეო და აიყო ამ ხელისუფალმა ხალიფამე შულდის არის და მოჭიმა და დგას. არის რო გეჭიროსო უთხრა. უჭირავს 1 წუთი, 2 წუთი და აიღალა დაიტანჯა და როდემდე უნდა მეჭიროსო უთხრა ეს მოჭებულია. ხო და მასია ადამიანს აი ეს შულდის არის ხო გეჭირებსო, რაც უფრო დიდი ხანი გეჭირებაო, შენ ხოს უმოჭიმული ხარ და დაიღლებო და ეს შულდის არის ამ დაძაბულობისგან გაწყდებაო და ადამიანებიც ესე ვართო, თუ წინასწარ გაწერილი მაქვს ესე ყველაფერი, რომელიც აუცილებლად უნდა შევასრულო, ეს გავაკეთო, ის გავაკეთო, ეს არ გამომჩეს, ის არ გამომჩეს და თუ სულ მოჭიმული ვარ, აი ესე დამემართება, გავტყდები. ამიტომ გჭირდება ის გართობაც, მეგობრებიც, გასეირნებას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნახე, დასვენება არ არის პრიზი, რომელიც შეჯიბრებაში გამარჯვებისთვის მომცეს. დასვენება ეს არის ჩვენი რესურსების მობილიზების და მოძიების საშუალება. ეს გვაძლევს სიცოცხლის გაგრძელების საშუალებას, ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შემდეგ მაგარი რამეები გავაკეთოთ და შენ თუ სულ დაძაბული განსაკუთრებით მაგ ხომ ელაპარაკრე, რომ მუშაობენ და ღამეც მუშაობენ.
აი ეს გადაღლილი მუშაობა არაფერს არ გაძლევს აბსოლუტურად რა. უბრალოდ იფიტები, არაფრის თავი არ აგაკ და შედეგი არ აგაკ. თუ დაისვენებ 10 წუთში ბევრად მეც გააკეთებ, ვიდრე ის რომ სუმუშაობდა. ეხლა საფხულია და დაისვენეთ. არაფერი არ აკეთოთ. უბრალოდ მოდუნდით და ნახე ხშირად დასვენებას რას ვეძახით? ხო, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ დასვენება არ ვიცი. მე პირადად აი დასვენება. გეუბნები ხო და მოდი მეთქი. ჩავწეროთ და მოვა. ხო და ნინი იცი რას ვამბობ? უნდა გავაკეთო ერთი მასტერკლასი. როგორ დავისვენო? როგორ აი ძალიან მნიშვნელოვანია მაგის ცოდნა, იმიტომ რომ ბევრმა ადამიანმა არ იცის. გეთანხმები, ბევრმა არ იცის როგორ დაისვენოს და დასვენება გონიათ, როცა ტელეფონს აიღებენ და სკროლავენ. სკროლავენ და რა ხდება? ჩაიხედავს ამ ტელეფონში და ხედავს, რომ ვიღაცა 23 წლის დედა კარიერის პიკშია, ეს გააკეთა, ის გააკეთა, ვაიმე მე რატო არა ვარ, მაგრამ ეს ხო ფასადია. შიგნით რა ხდება არ ვიცით და ყველას ამ სოციალურ ქსელებში გამოაქვს როგორ კარგად არის. აი როგორ ცუდად არის, ძალიან იშვიათად. ყველა ჩვენ საუკეთესო დღეს ხო და რატო ადამიანები ვართ რა, შეიძლება ხანდახან ცუდად ვიყოთ და ვარ ცუდად. და მაქვს უფლება რომ ცუდად ვიყო. გაბრაზებული რო ვარ, მაქვს უფლება რომ გაბრაზებული ვიყო. თუ არაფრის კეთება არ მინდა, მაქვს უფლება რომ არაფრის კეთება არ მინდოდეს და ეს არ ნიშნავს რომ მე უსაქმური ვარ, არაფერს არ ვაკეთებ. თან საქმე, თან და სხვა შორის ბავშვობაში იყო ესეთი ლექსი, ახლა გამახსენდა, რა ქვია, გიგლა გეყოფა სწავლა, ახლა კარგია გავლა. ხო, გახსოვს რა? ხო და ის რომ ხანდახან ძენი ყოფილა ჩვენი. რა მაგარი ლექსი ყოფილა? მახსოვს საბავშვო ბაღში ვაპოვდით მაგ ლექსს და საიდან გამახსენდა ახლა, მაგრამ ზუსტად ესეა, რომ უკიდურესობა არ ვარ გამოკლეთ რა, არც სულ დასვენება, არც სულ მუშაობა, ბალანსის მოდელი. პოზიტიურ ფსიქოთერაპიაში არის აი საუკეთესო ინსტრუმენტი, მე ესე მგონია ცხოვრებისთვის ბალანსის მოდელი ქვია, რომლის შემქმნელიც ამ პოზიტიური ფსიქოთერაპიის ფუძემდებელი ნოსრატ პეზეშკიანი ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე და სულ 63 ფსიქოლოგი იყო ნომინირებული ამ დიდ ჯილდოზე და აი ეს ბალანსის მოდელი ამბობს, რომ ცხოვრება შედგება 4 ძირითადი სფეროსგან. ეს არის სხეული, ჯანმრთელობა, ყველაფერი რაც ამას უკავშირდება, მეორე ეს არის საქმიანობა, ნებისმიერი საქმე, რომელსაც შედეგი მოაქვს, მესამე ეს არის ურთიერთობები და მეოთხე ურთიერთობის სადაც ემოცია მაქვს და მეოთხე ეს არის ფანტაზიები, აზრები, ფიქრები, ოცნებები, გეგმები და ნახე ჩვენი ენერგია ამ 4 სფეროში ნაწილდება. და აი ბალანსი უნდა იყოს ამ 4 სფეროს შორის. თუმცა არსებობს მომენტები, როცა შეიძლება ერთ რომელიმე სფეროში გაქცევა გქონდეს, მაგრამ თუ ეს დიდი ხანი გრძელდება, მე ეს გვიზიანებს ზუსტად იმ სფეროს, სადაც გვაქვს ნაკლებობა, ან სადაც გვაქვს მეტობა. ამიტომ დიდი ხნით რომელიმე ერთ სფეროში აი ესეთი დიდი დოზით გაქცევა, რაც ორ თვეზე დიდი ხანი გრძელდება, არა. გამოცდების პერიოდში მესმის, რომ საქმიანობაში იქნება და შეიძლება შენი ენერგიის რაღაცა 80% არის აქ, კი ბატონო, მაგრამ მე ეს ბალანსი უნდა აღდგეს. ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? მაგრამ ჯანმრთელობა, მარტო სხეულის ჯანმრთელობა არ არის. სიჯანსაღე არის ამ 4-ვე სფეროს ბალანსი და აი 20 წლის ასაკში თუ ამას ხვდები და ამ ბალანსით იწყებ ცხოვრებას, მე ყველაფერი ლაგდება. და აი ეს რომ ნახულობ ამ ინსტაგრამს, ამ ფეისბუქს, ამ ეს კარგად არის, ის კარგად არის და შენ თავთან შედარებას აკეთებ, ეგეც არის დიდი შეცდომა. სხვებს ნუ რასოდეს ნუ შეადარებ საკუთარ თავს. აი ინსტაგრამს გახსნი და წაიკითხავ და ნახავ რაღაცა სტორის, რომ აი 20 წლის ასაკში მანქანა ვიყიდე, 25 წლის ასაკში სახლი შევიძინე, 23 წლის ასაკში Forbes-ის სიაში ვარ და რაღაცნაირად ეს მე თითქოს გარწმუნებს თუ გიმტკიცებს იმის განსას, რომ შენ ხარ უსარგებლო და ზოგჯერ მეც დამისვავს, ხო ჩემი თავისთვის კითხავ, ეს კი რას ვაკეთებ არასწორად, რატომ ვერ ვიყიდე სახლი, რატომ ვერ ვიყიდე მანქანა, იმიტომ ანუ რაღაცნაირად ძალიან მოჭარბებულად არის ხო ეს კონტენტი, მაგრამ სწორად აღნიშნეთ, რომ ჩვენ რეალურად ხედავთ მხოლოდ შედეგს. თუმცა ამ შედეგის უკან რა პროცესი მიმდინარეობს და რა რთული დღეები, რა ცუდი დღეები, ამას არავინ არ გვიზიარებს და როგორ შეგვიძლია რომ მოკლედ ეს სოციალურ
სოციალურ ქსელებში მიღებული კონტენტი რაღაცნაირად გავფილტროთ და ჩვენი თავის მიმართ არ გაგვიჩნდეს ცოტა ნეგატიური დამოკიდებულებები, რომ აი მე არ ვარ გივარ, მე არ ვარ შემდგარი, ყველა მე მჯობია და ასე შემდეგ მოკლედ. პრაქტიკული მაგაზეც გითხრა მით. აპრი თქმულებით. თქმულებით. ძალიან კარგი. როგორც ვიცი გიყვარ შენები. თქვენი თქმულებების დიდი ფანი. მოკლედ მოძღვარი და მისი მორჩილი მიდიან მისეირნობენ რა ტყეში და დაიღალნენ დასხდნენ. და ეს მორჩილი ეუბნება რომ რა ვქნაო ახალგაზრდაა რა ხან იმაზე ვფიქრობ ხან ამაზე ვფიქრობ აღარ შემიძლიაო ვერ გავერკვიეო ჩემ თავში რა მინდაო საით მივდივარო და დაჯექიო დაისვენეო ამ მოძღვარმა უთხრა ცოტა ხანიო და იქ პატარა ნაკადული რომ მოდისო უთხრა რაღაცზე წყალი მომიტანე იქიდანო და წავიდა ეს მორჩილი რომ მოუტანო წყალი და სანამ მივიდოდა ამ ნაკადულზე გაიარა ცხენმა ურემით და წყალი რომ უნდა იყოს ხედავს სულ ამღვრეულია და დაბრუნდა უკან რომ ძალიან ამღვრეული იყო წყალიო დასალება თუ არ გამოდგებოდაო და არ მოგიტანეო ცოტა ხანი ლაპარაკობენ ერთ ნახევარი საათი გავიდა და უთხრა რომ წყალი მომიტანეო დამღვრეული იყო წადიო მოიტანე წყალიო მივიდა და რას ხედავს ეს ჩაწყნარებულია ყველაფერი და კრიალა წყალი მოდის და მოუტანა წყალი აი უკვე ესეთი გაკრიალებული იყო და ნახე უთხრაბა დააკვირდიო ზუსტად ესეა შენი გონებაცო არავის არაფერი არ გაუკეთებია იმისთვის რომ ეს წყნარი გასუფთავებულიყო უბრალოდ თავისთვის დავტოვეთ მარტო და რომ ეს ყველაფერი ჩააწყნარა ეს ალახი დაილეკა და წყალი გასუფთავდა ესეა გონებაც trust the process კი როცა ასე ხარ ადექი უბრალოდ გადადე ტელეფონი და არაფერი არ აკეთო ტვინი თავის საქმეს თვითონ გააკეთებს თვითონ დაალაგდება თვითონ დამშვიდდება და აი ამ დამშვიდებულზე ძალიან კარგია უკვე ახალი ემოციები მოდის ახალი იდეები მოდის და სხვანაირად უყურებს ცხოვრებას ნახე ძალიან საინტერესო რა არის და ამაზე ძალიან ხშირად ვსაუბრობ ხოლმე რომ ტვინი ხო აბა ტვინში ხდება სინოფსური კავშირების გაბმა და ტვინი არის არმაცი ახალი კავშირების გაბმა ეზარება და მიჩვეულია ის რაც უკვე ძველი და გავლილია და გატკბილია ნახე მინდორზე რომ გაიარო და ერთხელ გაივლი ცოტა ძნელია გავლა მეორედ გაივლი უფრო ადვილია მესამედ მეათედ რო გაივლი უკვე ბილიკია და აღარ გინდა იმ გაუვალ გზაზე სიარული შენი გაკვალულით მიდიხარ და ესეა ტვინში დასწავლებელი და ზუსტად ის რომ ძალიან ხშირად ვეძებთ იმ დასწავლილ გზებს გავდივართ იმ დასწავლილ გზებს ხშირი კითხვა ხომ აი შენი ასაკიდან რომ რატოა რომ სულ ერთი და იგივე შეცდომას უშვებ პარტნიორის არჩევაში ზუსტად იმიტომ რომ ქართველებს ანდაზა გვაქვს შეჩვეული ჭირი ჯობია შეუჩვეველ სიხარულსო ხო და ტვინს ამას არ აანალიზებს არაცნობიერად ირჩევს ხოლმე იგივე გზას რომ ეს ნაცნობია ვიცი აქ როგორ მოვიქცე რაც არ ვიცი ცოტა მეშინია ამიტომ დავფიქრდე ხოლმე რომ ის რაც ვიცი უკვე ვიცი და მოდი ახლა სხვა გზად ვცადო იმ ქუჩაზე აღარ გავიარო სადაც მივდივარ და ეხლა სხვა მხარეს გავიარო იქნება იქ უფრო ლამაზი გარემოა და იქნება იქ ისეთი ლამაზი რამე ხდება რომ რაც შეცვლის ჩემს ცხოვრებას და სხვათა შორის ცხოვრებაში არის მომენტები, როცა მოულოდნელი რამე ხდება, შენც არ იცი, არ ელოდები, მაგრამ სასწაული ხდება და ცნობილია ისეთი ფაქტები, როცა ადამიანი, რომელიც 20 წლის ასაკში, 22 წლის ასაკში იყო აბსოლუტურად სხვა და რაღაცა მოვლენა. ხო, აი ინგლისში ყავდათ ასეთი მეფე ჰენრი მეხუთე, რომელიც შესულია ინგლისის ისტორიაში როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეფე, რომელმაც ინგლისი გააერთიანა და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მისი მეფობის დროს იყო. როცა ის იყო ახალგაზრდა, მას ეძახდნენ, რომ ეს არის, რა ვიცი, თავხედი პრინცი, რომელიც მეგობრობდა ხულიგნებთან, ქურდებთან, დადიოდა ლუთხანებში, რაღაც ისეთ ადგილებში დებოშებს ტეხდა, სუჩხუბდა და არავინ არ ელოდებოდა, რომ მისგან რამე გამოვიდოდა. და სხვათა შორის შექსპირსაც აქვს აღწერილი თავის იმაში, ჰენრი მეოთხეში, როგორ და მასზე ზუსტად ასე საუბრობს, როგორი ცუდი იყო ჰენრი მეხუთე. მაგრამ როდესაც ის გამებდა, სასწაული ტრანსფორმაცია მოახდინა ამ ადამიანმა. გახდა ერთ-ერთი ყველაზე სამართლიანი, ყველაზე ლოიალური და ხალხზე მზრუნველი მეფე, რომლის მეფობის დროსაც, რა ვიცი, აყვავების პერიოდი ჰქონდა ინგლისს. ასე რომ
იმეს რომ გადავიწურავთ ხოლმე, ვაიმე ისე ცუდად იქცევა და ესეთი ბიჭო, მაჭარია, დაღვინების პერიოდი აქვს და ვაცალოთ რომ ღვინოთ იქცეს. ანრი მატისი გეცოდინება, ხო, ერთ-ერთი უდიდესი მხატვარი მსოფლიო დონის, რომელიც ზუსტად ასე დადიოდა, ბუდიალობდა, ვერაფერს ვერ ყოლობდა და უიმედო ხარო, ეუბნებოდნენ არაფერი შეგან არ გავა და თვითონაც ისე იყო, რომ არც ხატვა, არც იცოდა ხატვა და არც უყვარდა და არც არაფერი არ აინტერესებდა, ვერ იპოვა თავის ინტერესების სფერო. მოკლედ, გახდა ავად, დაემართა რაღაცა ისეთი ავადმყოფობა, რომ მისთვის ეს ქუჩაში ბუდიალი და გასვლა და ის არ შეიძლებოდა, უნდა წოლილიყო სახლში და დედამისმა იმისთვის, რომ გართობილიყო, მოუტანა ფუნჩი და საღებავებში. 21-22 წლის ასაკში. და მე წერს თავის მემუარებში, რომ როდესაც ეს ფუნჯი დავიჭირე ხელში, რომელიც არასოდეს ხელში ამწერია და მხატვრობაც საერთოდ არ მაინტერესებდა, უცებ მივხვდიო, რომ ცხოვრება მაზრი შეიძინაო. და მოგეხსენება, მან ახალი მიმდინარეობა შექმნა ეპოქაში და ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული და ძალიან ისეთი დიდი მხატვარია. რომ არა მისი ავადმყოფობა ის ფუნჯი რო არ შეეჩეჩებინათ, ალბათ რა ვიცი, შეიძლება ესეც დაემთავრებინა თავისი ცხოვრება. ვან გოგის შემთხვევაში ზუსტად იგივე იყო. ხან გამყიდულად მუშაობდა, ხან კლერკად მუშაობდა, ხან რა ვიცი, რას არ აკეთებდა, მოკლედ და ისიც უკვე 27 წლის ასაკში ძმა ყავდა არაჩვეულებრივი თეო, რომელსაც უნდოდა რომ მისი ძმა ესე არ დაღუპულიყო და ამ დეპრესიაში რო იყო, რაღაც ეცოდებოდა და ურჩია რომ ხატვას ხო არც დიდიო. და სცადა 10 წელიწადში, სცადა. 10 წელიწადში დატოვა ისეთი შედევრები, რომლებიც სოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულად გაირ. თუმცა სიცოცხლეში ვერ მოესწრო აღიარებას. მაგრამ, რა ვიცი, სასწაულები შექმნა, ხო, მთელი ეპოქა შექმნა მან. ხო და რა ვიცი, ამ მაგალითებს თუ შევხედავ, ანუ მე როგორც მივხვდი, რა სჯობს ზოგადად, რომ 20 წლის ასაკში მქონდეს ესე მყარი სტაბილური ხედვა, როგორ გინდა რომ შენი ცხოვრება გააგრძელო, თუ პირიქით, ბევრი შეცდომა დაუშვა, ბევრი სფერო მოძებნო და ბოლოს მაინც მიაგნო სულ შემთხვევით რაღაცა შენ passions, რასაც რა ვიცი, 20 წლის ასაკში ძალიან იშვიათია რომ იცოდე ზუსტად რა გინდა. შენი სამოსი რომ მოძებნო ძალიან იშვიათია. თუ მოძებნილი გაქვს, რა ჯობია მაგას. არიან ადამიანები, რომლებმაც იციან უკვე ფეხი რო აიდგა, რომ ექიმი უნდა გამოვიდეს. რა ექიმია, რომ უკრავს, რომ რეალურად მას არის დაბადებული. არ ვიცი. არის შემთხვევები, როცა შეიძლება რომ აი 10 წლის ბავშვმა ზუსტად იცოდეს, რომ მას მომავალში უნდა ექიმობა. ესეც რაღაცა გარედან მოხვეული. შეიძლება ორივე. ნახე, ამას წინა თუ ნახე ფილმი ასეთი, იმისი, რა ქვია, ჩოგბურთის ჩემპიონები რო არიან ეს დები ვილიამსები და გაუგნებული დავრჩი რა. ისეთი სასწაული ისტორიაა, რომელიც რა ვიცი, არაფერში არ ჯდება. მოკლედ, მათმა მამა რომელსაც ყავდა ცოლი და ორი შვილი, აღმოაჩინა ჩოგბურთი. და თქვა რომ რა მაგარი თამაშიაო. სახლში მივიდა და ცოლს უთხრა რომ ეხა ჩვენ გვეყოლება შვილები, რომლებიც გახდებიან მსოფლიოში საუკეთესო ჩოგბურთელები. გაწერა 75 პუნქტიანი გეგმა გაწერა, როგორ გაეზარდა ჩემპიონები. და შენ წარმოიდგინე მან ეს შეძლო. ეს ბავშვები დაბადებიდან გაზარდა იმ სულისკვეთებით, რომ თქვენ იქნებით მსოფლიოში საუკეთესო ჩოგანი, მსოფლიო ჩემპიონი და ძალიან ღარიბი და გაჭირვებული ოჯახი. პროგრამა ჩადო, მაგრამ ეს რამდენად სწორია? ხო და არ ვიცი. იცი რა, ეხლაც რო უყურებ, მათ არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს, ძალიან ბედნიერები არიან, როგორც გარედან ჩანს, ეხლა შიგნით რა არის მე არ ვიცი, მაგრამ წესით ესე თავს მოხვეულია თითქოს, მაგრამ რა ვიცი, დაემთხვა, თავიდანვე ჩანაფიქრი იყო. ესეთი რამეც ხდება. შენ წარმოიდგინე, ამიტომ ვერ ვიტყვი რომ ნორმა ან ეს არის, ან ის არის. შეიძლება ასეც მოხდეს და ისეც მოხდეს, მაგრამ ის რომ ბავშვს სულ ეუბნები მშობლებს, თავისუფლება ცოტა სხვანაირად გვესმის. ის რომ თქვა რომ ცეკვაზე უნდა მიგიყვან და არ მინდა, რო გეუბნება, ეს არ ნიშნავს რომ მას არ უნდა, არ იცის რა არის და საიდან იცის რომ არ უნდა. მიიყვანე, იაროს ერთი თვე, ორი თვე, თუ ისევ არ უნდა, ესე იგი არ უნდა. ხატვაზე არ მინდა იძახის, მიიყვანე და იქნება ახალი ანრი მატისია, ხო? და შეეჩეჩე ეს ფუნჯი ხელში. არ ვიცით. და ამ იმაზე ახალგაზრდობაზე და ამ ამბებზე ძალიან მაგარი ისტორია გლუია არმსტრონგ, ჩემი საყვარელი მომღერალია, რომელიც დაიბადა ძალიან ღარიბ და კრიმინალურ უბანში და მოკლედ სუშარში იყო რა, სუშარში იყო.
და არც იცოდა რომ ღეროდა, არც იცოდა რომ ესეთი რამე არსებობდა და დაიჭირეს. რაღაცა იმაში გაეხვია და დაიჭირეს. და იქ აღმოაჩინა რაღაცა საკარავი, რომელიც მოსინჯა და მიხვდა რომ ნიჭი აქვს. სულ შემთხვევით. და ეს იყო ადამიანი, რომელიც იყო სიკეთით სავსე და ძალიან ბევრ ქველმოქმედებას აკეთებდა. ის თავისი ბავშვობის მწარე გამოცდილება, ის ცხოვრება, რაც მან გაიარა, ცდილობდა რომ სხვებისთვის აერიდებინა და აი ეს უპატრონო ქუჩაში გაზრდილი ბიჭი, რომელიც სულ პატარა ასაკში ციხეში მოხვდა, იქცა მსოფლიო დონის მომღერალს, რომელიც მსოფლიოს სიკეთეს ასწავლიდა. ხო და რა ვიცი, გაუბრთულდეთ ამ ჩვენ ბავშვებს არ ვიცით. ვინ არის თუ შეიძლება ზოგჯერ პატარა შემთხვევამ ადამიანის ბედი შეცვალოს და მე ვფიქრობ რაღაც პროექტზე და მინდა რომ ახალგაზრდებს რომლებსაც აქვთ აი ეს პოტენციალი და ძალიან ხშირად არ იციან საით მიმართონ, მინდა რომ გავაკეთოთ ისეთი პროგრამა საზოგადოების დახმარებით ამ პროექტზე მუშაობ ხა რომ თუნდაც 10 ან 20 ახალგაზრდის ცხოვრება რო შევცვალოთ და ჩავატაროთ ესეთი ექსპერიმენტი, ხო? ძალიან მაგარი იქნება და მე იმედი მაქვს, ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ძალიან ჭკვიანები არიან, რომლებმაც შეცვალეს თავისი ცხოვრება და მინდა ამ ადამიანებს დაველაპარაკო, რომ თვითონ რომ ამ თითო ახალგაზრდაზე აიღოს შეფობა, პასუხისმგებლობა. ნახე, ბავშვი ჭირდება როლური მოდელი. მე რო დავიბადე ისეთ ოჯახში, მამა არ ამყავს, ან დედა არ ამყავს, ან ისეთი ოჯახი არ მაქვს, რომ როლური მოდელი ავიღო, მაგრამ პოტენციალი მაქვს, შეიძლება ისე ჩავქრე, რომ ვერც ვერაფერი. და შენ შულს გაუმართლა, რომ შენ ყავხარ როლური მოდელი, შენ ყავხარ საყრდენი და ხო შეიძლება თითო ადამიანს შევხედოთ, ხო? რამდენიმე წლის წინ ვიყავი ჩემს მეგობართან სახლში. და მის მეუღლეს უყვარს ძალიან ფეხბურთი, ძალიან. თვითონ ბევრი შვილი ყავთ რა, 7 შვილი ყავთ. და სახლში იყვნენ კიდე სხვა ბავშვები და ვინ არიან მეთქი და აიო ტარიელსო მოყავსო ეს ბავშვებიო რაიონიდანო. ნიჭიერი ბავშვებიო და ეხმარება რომ გაიზარდონ და ფეხბურთელები გახდნენ, ვისაც ნიჭი აქვს. აბსოლუტურად უანგაროდ. ხო და ხო შეიძლება ყველამ გავაკეთოთ რაღაცა ესეთი. წარმოვიდგენია რამდენი პოტენციალი იკარგება ეგრე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად როლური მოდელის არსებობა, მაგრამ სწორი როლური მოდელი რო ყავდეს, ეგეც ძალიან საინტერესო არის, რომ ზოგჯერ ვირჩევთ ისეთ ადამიანებს და ისეთი ადამიანები ხდებიან ჩვენი ავტორიტეტები, რომ ცოტა სხვა გზაზე და სხვა ბილიკებზე გვატარებენ. ძალიან საინტერესო იყო, დიდი მადლობა ამ ნარატივისთვის. იცით რა მაინტერესებს? ეხლა დაუბრუნდეთ თქვენი პირადი გამოცდილებაც რომ გაგვიზიაროთ, აი 20 წლის ლალი რომ გაიხსენოთ. რა შეცდომები დაგიშვიათ იმ პერიოდში ისეთი, აი რომ გეგონათ რომ всё ქვეყანა რაღაცა ამუტრიალდებოდა და იქცევა. მე ხაც უშვებ ესეც. მაგრამ აი მაშინ რა გეგონათ ესეთი და ზოგადად რა შეხედულებები გქონდათ, რაზეც ეხლა ძალიან გეცინებათ, რომ აი ნეტაი. აი ეს რო გაიგეთ რომ მაგაზე ერთი სარტულა გამახსენდა. მოკლედ ორი მეგობარი ხდება ერთმანეთს რა და ერთი ძალიან დაღონებულია და რა გჭირსო ეუბნება, აი რა მჭირსო და მოკლედო ცოტა ვერ ვარო კარგათო, მოკლედ მეპარებაო რა. და ძალიან დაღონებული იყო, ვინ ექიმთან არ ვიყავი და ვერ მიშველოს. წადიო ფსიქოთერაპევტთან ამან უთხრა და იქნები მან გიშველოს. გადის პერიოდი და ისე ხვდებიან ერთმანეთს. აბა როგორ ხარო? გიშვალ, შენ გაიხარეო, რა მაგარიაო, რო გამეშვი ფსიქოთერაპევტ. გიშველაო, მოგარჩინაო, ანუ აღარ გეპარება. არა, კი მეპარება, მაგრამ კიდია. და ეგ არის ცხოვრება ნახე, განაშეცდომებს არ უშვებს, მაგრამ აღარ გადარდებს. აღარ გადარდებს, ხდები რომ იცი რა, გვაქვს უფლება რომ შეცდომები დაუშვათ და რა მოხდა მე ადამიანები ვართ. ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას და It's okay to make mistakes. აბა როგორ სხვანაირად შეცდომა თუ არ გაუშვი, როგორ მიხვდები რომ ეს შეცდომა იყო? აი თავს რომ მიარტყავ და მიხვდები რომ აქ უნდა თავი დახარო, ისე გაიარო, ან უნდა შემოუარო. მერე გააკეთებ ამას. თავი ერთი და იგივე შეცდომა ბევრჯერ არ ხო და თუ ბევრჯერ, სამჯერ ერთ იგივე შეცდომას თუ უშვებ, ისე სულელი ხარ. ეს უკვე არჩევანია. სულელი ხარ და კურნალობა გჭირდება.
თქვენი შეხედულებით ხალბატონ ლალი რა არის ის ილუზიები, მიზნები იქნება ეს მატერიალური რაღაცა ნივთები თუ სტატუსები, რასაც 20 წლის ასაკში ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. მე ასაკის მოსვლასთან ერთად უკვე ფასს კარგავს და იმხელა მნიშვნელობა არ აქვს, რაც 20-იან წლებში. ზუსტად ეგ წარმატება ნახე, ყველა სხვადასხვა რამე გონია წარმატება. ვიღაცისთვის წარმატება ეს არის შემდგარი კარიერა, ვიღაცისთვის წარმატება ეს არის შეყვარებული, ისეთი როგორიც შენ გინდა, ვიღაცისთვის სპორტული კარიერა, ვიღაცისთვის ფული დიდი, მაგრამ სინამდვილეში საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა. როდესაც საკუთარ თავს ჩაუღრმავდები და ხვდები, რომ კარგად ხარ. არ გაინტერესებს სხვების ასაკის მომატებასთან ერთად ხვდები, რომ სხვების აზრი მნიშვნელოვანი აღარ არის და იაზრებ, რომ არავის არ აინტერესებ. ყველას თავისი თავი აინტერესებს რა. ამდენ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ახლობლებზე არა მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩემი შვილი კარგად უნდა იყოს, თუმცა მე არ ვიცი რა არის მისი კარგად ყოფნა. იმიტომ რომ შეიძლება მისი კარგად ყოფნა ამ მომენტში არის ზუსტად რა ვიცი, წავიდე და დამლაგებლად ვიმუშაო და რატომაც არა. ძალიან სწორია, ბავშვს უნდა მოსინჯოს თავისი თავი, უნდა რომ თავისი შემოსავალი ჰქონდეს და ჰქონდეს, ხო? შეგვიდა არა ისწავლე, დედაჩემ აიცოდა ხოლმე, ვაიმე შენ ოღონდ იმეცადინე და არაფერს ხელი არ მოგიდო და შედეგი ეხაც უმეცადინეობ და საქმის გეტება მეზარებ. იმიტომ რომ თვლი რომ ჩემი საქმე ეს არის, ხო? სულ კითხულობ და სწავლობ და ხო, აი ეს პროგრამა ჩამიდო ბავშვობიდან რომ ბედნიერება, სწავლა, განვითარება და ამდენი წლის ვარ და ეხლა სულ სწავლაში და მეცადინეობაში რომ ისე მაგ ჩადებული რომ ეს არის ჩემთვის ბედნიერება, თუმცა მომწონს. თუმცა დაემთხვა თქვენი და თქვენი რა ვიცი, შეიძლება სულ არ ვიყავი ესეთი ბედნიერებაზე წარმატებაზე. და ძალიან აი ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც მუშაობ ლიტერატურასთან, როდესაც ეხლა ციკლს ვწერ და ისეთი საინტერესო ეს საკუთარი გამოცდილება, აი ეს ყველაფერი ერთად და მინდა რომ ბიოგრაფიული არის, რა ბიოგრაფიული და ფსიქოთერაპიული, ეს ჩემი ფსიქოთერაპიული გამოცდილება და ცხოვრება ერთად, ერთმანეთში არეული, იმიტომ რომ ვთვლი რომ ძალიან საინტერესო ცხოვრებით ვცხოვრობ და წინ კიდე ბევრი ძალიან საინტერესო ამბავი მაქვს, იმიტომ რომ ვერ ვისვენებ, სულ ახალ პროექტებზე ვფიქრობ, სულ მომწონს მოძრაობა. ჩემთვის ბედნიერება დანიშნულების ადგილი არ არის. აი ეს მოძრაობა რა რომ მიდიხარ იქითო რო გინდა რაღაცა გააკეთო, მიდიხარ ბედნიერი ხარ და გააკეთე უცბად უცბად რაღაცა და всё. არც არაფერი. და მე ახალი მიზანი გჭირდება რომ მიდიხარ მოძრაობ რაღაცა გააკეთო და თანდათან ხვდები რომ მარტო ბედნიერი ვერ ხარ. ამ ბედნიერების გაზიარება გინდა. აი ხა რო წაგიყვანო. სოციალური არსებებია. ხო, ოცნება მახომე, იძახი აი შეიხის შვილი. კაი, რო წახვიდე ხა დუბაიში რო ცხოვრობდე ოქროს სასახლეში და არავინ გარშემო არ ყავდა, ყველაფერი ქონდეს, გინდა? ფრთხილად ვიყოთ, ამიტომ ჩვენ ოცნებებთან ეს ადრე მითხრა დედაჩემმა და რამდენი ხალი ოკეი, ძალიან მოკითხვა აქედან. და აი, ძალიან ვფიქრობ ხოლმე მაგაზე, იმიტომ რომ რამდენი რაღაც აი მიოცნებია, რომ აი თუნდაც ისე სოციალურ ქსელებს რა დაუბრუნდეთ და აი ვხედავ მაგალითად, რომ აი ჩემი ტოლა გოგონები ვინც არიან, რომ აი არ მუშაობენ რაღაცა, აი ცოტა მარტივ ცხოვრებას რო ეწევიან, ხო, რაღაცა მუდამ ერთობიან რაღაცა და მე ამ დროს პარალელურად ძალიან ბევრი თასკები, ძალიან ბევრი საქმე, ის სამსახური, პოდკასტი. და რა დღეში ხარ რა დღეში? არა, მაგრამ მეც აი თქვენსავით აქტიური ტიპი ვარ და ზოგჯერ აი დასვენებით ისვენებნენი. აი გავიაროთ მე დასვენებით როგორ უნდა დავისვენო და პირობას ვდებ რომ აწი დავისვენო. და ზოგჯერ მიოცნები აი დაღლილი რომ ვარ რომ აი ნეტ აი ამას მართლა და ნეტ ამის ცხოვრება მომცა და რაღაც, მაგრამ მე მეორე წუთში უძებ დავაპროგრამე ჩემთან რომ არა ნინი შენ ერთი დღეც ვერ გაჩერდები იმ ადამიანის ცხოვრებაში, იმიტომ რომ მეც იმდენად აქტიური ტიპი ვარ რომ აი სულ რაღაცას უნდა ვაკეთებდი, ერთი რაღაცა რო გაკეთებული მაქვს, მეორე უკვე უნდა დავიწყო და ამიტომ ფრთხილად ვიყოთ ჩვენ ოცნებებთან, იმიტომ რომ ეს ოცნება აგვიხდება თუ არ აგვიხდება. ძალიან ისეთი საინტერესო და ძალიან კარგი. ნახე შენ თქვი რომ ნეტა რო იყოს გააკეთებდი, იმის გაკეთებას არაფერი არ უნდა, მაგრამ შენ ხედავ მარტო იმას რაც დადეს. იმის იქით რა გააკეთა ხო არ იცი. იმ გართობის უკან შეიძლება წავიდა მუშაობს, ყველაფერი და თავისუფალ დროს ერთობა და იმას დებს. ვერ გაიგებ. ასე მე მაგალითად ძალიან ბევრ პროექტში ვარ ჩართული, ძალიან ბევრ ლექციებს, ტრენინგებს, შეხვედრებს ვატარებ,
მაგრამ არ მიყვარს ამისი დადება, რომ აი ხა მე ამ ლექციას ვატარებ და გადავ. ესეც ალბათ ასაქსმოა. თვითვალიდაციის ვერც დავეწევი იმდეს ვატარებ, მაგრამ როცა მეგობრებთან ერთად ვარ, რაღაცა ისინი აზიარებენ და დებენ და ჩემთან რო შეხვიდე, შეიძლება იფიქრო ეს ქალი სულ გართობაში და დროს ტარებაში აქვს დრო. ეს საქმიანი ეს ლექცია ჩავატარე თუ პრეზენტაცია გავაკეთე და ეს ფაქტობრივად არის. თუ ვინმე გააზიარებს კი ბატონო, მაგრამ უბრალოდ ვერ ვასწრებ იმის დადებას, მე რო ეს ყოველდღე რაღაცას ვაკეთებ და ამ დროს, მაგრამ ჩემი თავისთვისაც აუცილებლად ის შაბათი და კვირა იქნება თუ კვირაში ერთი დღე მეგობრებთან თუნდაც დაჯექი და ყავადალი. რა თქმა უნდა. ხარისხიანი დრო. რა თქმა უნდა, უბრალოდ დაჯექი შენთვის და შენთან საჩუქე ის 10 და 15 წუთი, ის 1 საათი, საყვარელი, აი გუშინ სკროლვაში ოღონდ. ეგ ხო არ არის, ხო არა, რა თქმა უნდა. აი გუშინ მე და ლიზუ, ჩემი შვილი 11 წლის არის, ვიჯექით და ერთად უყურეთ ფილმს. მერე ვითამაშეთ რაღაც ბარათებით და ისეთი სასიამოვნო იყო, ისიც ბედნიერი იყო და მეც ბედნიერი ვიყავი. ოღონდ ჩემი შვილი რომ მოდის ხოლმე სახლში, მერე ხვდებით ან საღებავში ამოწყობნულები, ან ქვილში ამოგანგლულები, ან სახლი თავდაყირა გვაქვს დაყენებული, მაგრამ ეს ძალიან მომწონს. ლიზუსაც მოსწონს და მე ძალიან მომწონს და ჩემს ერთ-ერთი დიდი სიამოვნება ესეც არის. სანი მყავს შვილი, რომელიც კედლებზე გადის. აი როგორია, იცი, რომ მოვა 20 კაცს დაგხულის ყველას, ვერ ისვენებს ანაკარი ხანი, მაგრამ ისეთი სიამოვნებაა ეს და ხუმრობ ხოლმე რა ბედნიერებაა, როცა მოდიხართ, როგორ მიხარია, რა ბედნიერება და როცა მიდიხართ, მაშინაც ბედნიერი ვარ. როგორც მოსვლით დაისვენა ამ დროს ხო და ახალგაზრდა როცა ხარ და რო უყურებ ამ ჩემშულს და ძალს როგორ არიღლებიან და მეც ესე ვიყავი რა თქმა უნდა მეც ესე ვიყავი რა თქმა უნდა და რესურსიც ხო და ამ ბებიებს და ბაბუებს რა მოვალეობა გვაქვს სიყვარული მივცეთ მოვეფეროთ ამ ჩვენ შვილიშვილებს იმიტომაც არის რომ ჩვენ ვალდებულებები არა გვაქვს ჩვენ გვაქვს სიყვარულის უფლება. მოვეფეროთ, გავანებივროთ, ბებია დამსჯელი არ უნდა იყოს. უნდა იყოს აი სითბოს მიმცემი და იმ შენ შვილიშვილთან ერთად ესე ისიამოვნო, ჩემ ასაკს რაც შეეხება და 20 წლის ასაკიდან თუ დაიწყებ იმაზე ფიქრს, რომ იცხოვრო ისე, რომ კონდეს ბალანსი, ალბათ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. სწავლაც, გართობაც, მეგობრებიც, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. კი ბატონო. რადგან ახლა ოჯახს შევეხეთ, მოდი მშობლებზეც ვისაუბროთ. 20-იანი წლები ზოგადად არის პერიოდი, როდესაც რაღაცა ცოტა ჩვენი როლ მოდელების, ავტორიტეტების გადაფასების მომენტი გვაქვს. ერთი აჯანყება ოჯახში უკვე გარდატეხის ასაკში მოწყობილი გვაქვს, მაგრამ 20 წლის ასაკში უფრო სხვანაირად ვაკეთებთ რაღაცების რეფლექციას. აი თქვენ რაც თქვით ზუსტად წეღან, რომ აი მეც ცოტა ისეთ ბავშვი ვიყავი, რომ არ მინდა ცეკვაზე სიარული, არ მინდა კალათბურთი, არ მინდა და ან დედა ჩემი ძალიან მომყვებოდა რა, მოკლედ ყველაფერში და მე რო გავიზარდე ბოდიშ დედამს რო ყვები. მე რო გავიზარდე რაღაცნაირად მივხვდი რომ აი რატო აი შეგეყვანე ძალით მიგეყვანე იმიტომ რომ რაღაცნაირად გული დამწყდა რომ აი ჩემი პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოვავლინე და რაღაც გარკვეული წლები მქონდა ცოტა აჯანყება ოჯახის მიმართ რომ აი თქვენ მე ვერ დამაფასეთ ვერ გამოიყენეთ ჩემი ნიჭი და აქედან ბოდიშ ვუხდი ჩემ ოჯახს რომ ესეთი მომობეზრებელი ბავშვი ვიყავი მაგრამ მე როცა იზრდები ხვდები რომ უნდა გაეშვა რა უბრალოდ ამ ყველაფერს იმის განცდით ცხოვრება რომ აი ჩემი მშობელს ახლა რა შეეშალა ძალიან გლის შინაგანად და გფიტავს ხო აი ამაზე რა შეგიძლიათ რომ ვთქვათ რომ აღმოვაჩინეთ რომ ჩვენი მშობლები არ არიან მთლად ეგეთი წმინდანებიც რაღაცა შეცდომები დაუშვიათ მაგრამ რამდენი წელი უნდა ვიყოთ ახლა ესე მათზე გაბრაზებულები და თითი გავიშვიროთ რომ აი მე დღეს ბალერინა იმიტომ არ ვარო შენ მე ბალეტი არ მატარე ანუ ამაზე რას გვეტყვით აი რა ბალერინა შეიძლება ვერ გახდე მაგრამ ცეკვაზე შეგიძლია მეხვიდე ხატვაზე შეგიძლია მეხვიდე და ვან გოგმა 27 წლის ასაკში დაიწყო და 23-ის ხარ ანუ ეხლა შეგიძლია ყველაფერი გააკეთო ის რასაც მშობელს აბრალებდი მაგრამ გადაბრალება ძალიან კარგია შენთვის იმიტომ რომ ფიქრობ რომ ჩემი ბრალი კი არ არის რომ მე არ ვარ ისეთი როგორიც მინდა არა მე არ შემიყვანეს როგორც კი საკუთარ თავზე იღებ პასუხისგებლობას შენ რო ძალიან გდომებოდა ბალერინობა და რო დაენახა ეს მშობელს რო დახარ ცდილობ ფეხის წვერებზე დადგე ბალეტს უყურებ და გინდა და აუცილებლად შეგიყვანდა იმიტომ რომ როცა ადამიანს რაღაცა ძალიან უნდა აი ძალიან როცა უნდა ფაქტიურად არ არსებობს მშობელი რომელიც არ მოგცემს მაგის საშუალებას
ძალიან გუშინ ფილმს უყურებთ გიგეუბნებოდი, ეს იყო აფრიკელ მოჭადრაკე გოგონაზე, რომელიც 10 წლის ასაკში აღმოჩნდა, რომ გენიოსია ჭადრაკის და გაიზარდა, როგორც სან ნაგავს საყარელზე ცხოვრობდა და დედამისი რა თქმა უნდა თვლიდა, რომ ამ ჩემ შულს ამაზე თამაშს არ ვათამაშო. და ისე უნდოდა მას, რომ წასულიყო ამ კუთხით, რომ აჯობა ამ ყველაფერთან მართლაც გახდა, ხო? თავის რეალობას გადააბიჯა და დედა დაარწმუნა რომ გაეშვა ის ამ მიმართულებით, თუმცა ამ ქალისთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო და საერთოდ ვერ გაიგო რა უნდოდა მის შვილს. და როცა რაღაცა გინდა და ის რაც შეეხება 20 წლის ასაკში რო ხდება მშობლის ავტორიტეტის მსხრევა და თავიდან შენება ფაქტია, იმიტომ რომ მაგ დროს მანამდე გგონია, მე მეგონა რომ მამაჩემზე ღონიერი არავინ არ იყო და მამაჩემზე ძლიერი და მე რო გაიზრდები ხვდები რომ თურმე არსებობენ უფრო ძლიერი და ღონიერი ადამიანები, არსებობენ უფრო სხვანაირი ადამიანები, არსებობს უფრო წარმატებული, რასაც ვეძახით ოჯახი ის რაც შენთვის მოდელია. და ხედავ რომ შენი მშობელი უბრალოდ მოკვდავია, ჩვეულებრივი ადამიანი, თავისი შეცდომებით, თავისი ტკივილით, თავისი ასვლით, თავისი ჩასვლით, უკვე ახლიდან იწყებ მშობლის გაცნობას. და ეს ალბათ იღებ ამ რეალობას, თუმცა უკვე სხვა კუთხიდან შეიძლება აწესებდეს. საზღვრების თემა ძალიან მნიშვნელოვანი, კიდე ერთ-ერთი დიდი შეცდომა, რასაც ჩვენ უშვებთ, ეს არის საზღვრებთან არასწორი დამოკიდებულება. ძალიან ხშირად 20 წლის ასაკში არის ასე, რომ უფროსია და ამიტომ არასთქმა არ შეიძლება. დღეს საზღვრის დაწესება არ ნიშნავს, რომ მე შენ გიწესებ საზღვარს. შენ არ მიყვარხარ. ანუ რა თქმა უნდა, საზღვრის დაწესება ნიშნავს, რომ მე შენ გასწავლი, მე როგორ მომიქცე. ჩემთან როგორ მოიქცე, ჩემთან რა სიღრმეზე შეიძლება მოსვლა. საზღვრის დაწესება იწყება არათი. როცა სწავლობ არას, ის რაც შენ არ გინდა, დედა, მე შენ ძალიან მიყვარხარ, მაგრამ მე არ მინდა რომ ვიყო პროგრამისტი. ან არ მინდა რომ ვიყო მოსამართლე, მე მინდა ვიყო მზარეული. საზღვრის დაწესება ნიშნავს ამას, რომ ჩემ თავს მოусმინო, შენი დიდი სიყვარულის და პატივისცემის მიუხედავად, მე ვისწავლო არას თქმა მაშინ, როცა მინდა ვთქვა არა. და საკუთარი თავის სიყვარულით აქედან იწყება. და პირველი მნიშვნელოვანი ალბათ არის საკუთარი თავის სიყვარულით დაწყება, იმიტომ რომ ამ ასაკში გგონია, რომ თქვას, რომ თუ თავის თავი არ უყვარს, ვინმეს და შეყვარებს. მაგდროს როგორ არის, ჯერ სხვები, ჯერ მეგობრები, ჯერ ეს და მე არა. საკუთარ თავს ცე პატივი. ამასაც ჩვენი დედებისგან და ბებიებისგან ვსწავლობთ რაღაცნაირად. არა მარტო ეგ, ნინი, ნახე, არსებობს ის, რასაც ვსწავლობთ ოჯახისგან, არსებობს რასაც მეზობლებისგან, მაგრამ ძალიან დიდ გავლენას ახდენს ფილმები, ძალიან დიდ გავლენას ახდენს წიგნები და შეიძლება სულ სხვანაირი გაიზარდო, შეიძლება შენი მოდელი წიგნებიდან იყოს. იქიდან გქონდეს აღებული და ისეთი გავლენა მოახდინოს ამან შენზე, რომ მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს. და შეუცვლია. კი, შეუცვლია. აი ხა ისეთი კომენტარები დამიწერეს გუში, რომ რაღაც ვერ გაიგეს რა ვთქვი და ლაპარაკი იმაზე, რომ ცუდ მშობლებს ხო ყავთ ხოლმე, კარგი შვილიო ხო არის ესე? კი, ყავთ. მაგრამ მისთვის როლური მოდელი იმ მომენტში სხვა რაღაცა გახდა, მშობელი არ იყო, შეიძლება ფილმიდან აიღო, შეიძლება მეზობლიდან აიღო, შეიძლება, რა ვიცი, ვიღაცის საუბარს მოусმინა და მისთვის ისეთი ინსპირაციის წყარო იყო. ამასთან ძალიან საინტერესო ადამიანთან მუშაობ, რომელიც არის ძალიან წარმატებული ახალგაზრდა და მითხრა, რომ ჩემთვისო ძალიან საინტერესო იყო ბიოგრაფიებიო, წარმატებული ადამიანის ბიოგრაფიები და აი იქიდან აიღო ეს მოდელი, ის რასაც დღეს ის წარმოადგენს. დღეს ის არის სხვებისთვის მოდელი, ის არის დღეს მისაბაძი მაგალითი ძალიან ბევრი ადამიანისთვის და თვითონ გაზარდეს ამ წიგნებმა. დღეს წიგნების კითხვა ეზარებათ უმეტესობას, მაგრამ ნახე, ეს არ არის ის, რომ არასწორი აღზრდის შედეგით რომ მოიტანა, დაჩქარდა ცხოვრება. დიდი სტატია, როცა მეც ვეღარ ვკითხულობ, უცბად გადაურბენ, იმდენი ინფორმაცია მოდის, თუნდაც იმდენი პოდკასტია, რომ ფიზიკურად ვერ მოусმენ ყველაფერს, ხო? ვერ ეწევი. და ის პატარ-პატარა ინფორმაციები, ან ეს ადამიანის გაზიარება, რომელიც არის წარმატებული და ეხლა ზუსტად ვფიქრობ, ახალი სივრცე გავხსენით. მეგობრებთან ერთად მეტაფორა, სადაც მინდა რომ ერთ-ერთი მიმართულება იყოს ეს ზუსტად წარმატებული ადამიანების ისტორიები, ანუ შემდგარი ადამიანების, იმ ადამიანების, რომელიც წარმატებაში რომელიც თავს კარგად გრძნობს, რომელიც ბედნიერია იმით, რასაც აკეთებ. არა აქვს მნიშვნელობა ეს ბიზნესმენია, მზარეულია თუ მკერავია.
თავარია რომ ის არის ბედნიერი იმით რასაც აკეთებს და აი ეს შეხვედრები მინდა გავაკეთო შენაერი გზააბნეული კრავებისთვის მოკლედ რომ შეიძლება ზოგჯერ ის ერთი წინადადება გახდეს კი შეცვალოს რაღაცნაირად მთელი ცხოვრება კეთილი ახლა ვისაუბროთ მინდა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება და ასე ვთქვათ საკითხი რაც 20-იან წლებში ძალიან ისეთი მაღალ საფეხურზე დგას ჩვენთვის და ინტერესის დიდი ნაწილი არის ეს არის ურთიერთობები იქნება ეს პარტნიორული თუ მეგობრული ურთიერთობები და აქაც ვფიქრობ რომ რაღაცნაირად საზოგადოება და სოციუმი ძალიან გარს გვახვევს თავის რაღაცა ამბებს და ორი უკიდურესობა გვაქვს 20-იან წლებში ან ზედმეტად ვეჯაჭვებით ადამიანებს ან პირიქით რაღაცნაირად ეგრეთ წოდებულ red flag-ებს ანუ წითელ დროშებს ვაკვირდებით და დღეს აი მართლა TikTok-ზე რო შეხვიდე შეიძლება ისეთი რაღაცა წითელი დროშები ითქვას და ისეთი რაღაცა ჩაითვალოს წითელ დროშად რომ მართლა შეიძლება გაგიჩნდა და თქვენი შეხედულება რო გაგვიზიაროთ რა არის ნამდვილად ის წითელი დროშა რაც ურთიერთობებში არ უნდა გამოგვეპაროს 20-იან წლებში როცა ჩვენ რაღაცაები გვეპარება ჩვენი ემოციური ფონიდან თუ გამოუცილობიდან გამომდინარე იქნება ეს მეგობრულ თუ პარტნიორულ ურთიერთობებში რატო არ უნდა გამოგვეპაროს და გამოგვეპაროს თუ ხო წეგან მაგაზე ვლაპარაკობთ რომ დაუშვა შეცდომა უნდა გამოგვეპაროს მაგრამ აი ძალიან წითელი დროშა რაც აი მართლა არ უნდა გამოგვეპაროს ხო არის რაღაცეები რაც ანუ არანაირად არ არის მისაღები და შეცდომადაც კი არის რა თქმა უნდა არის და მე ვთვლი რომ განვითარება ამის ერთ-ერთი სწავლა მე არ ვლაპარაკობ ინსტიტუტში და სკოლაში წასვლაზე მე ვლაპარაკობ პიროვნულ განვითარებაზე წრესა აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ძალიან დიდი მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ახარ შენ ამას წინ მკითხულობდი ზუსტად გაწყვეტინებთ ბოდიში რომ 5 წელიწადში შენ იქნები ზუსტად ის ადამიანი რა წიგნებსაც კითხულობ და რა ადამიანებთანაც გაქვს ურთიერთობა და ამ networking-ს ანუ შენ გარშემო ვინ ადამიანები ყავს შემოკრებილი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ შენ ახარ მათი ანარეკლი და ალბათ 20-იან წლებში ერთ-ერთ ყველაზე სწორი რჩევა რაც იქნებოდა რომ შემოვიკრიბოთ ჩვენს ირგვლივ ბევრი ჩვენნაირი ღირებულების მქონე ადამიანი, ხო? იცი რა 20 წლის ასაკში მე მგონია, ნახე გგონია მაშინ რომ აი სამეგობრო ყავს და ყავს. ერთი და იგივე ადამიანში ტრიალი, ერთი და იგივე ბაბლში, ეგრეთ წოდებულში ყოფნა განვითარების საშუალებას არ გაძლევს. იცი რა ყავს მეგობრები და არავინ არ გართულებს ბავშვობის მე მყავს სკოლის მეგობრები, რომელთანაც 56 წელია მეგობრობ. და ძალიან მიყვარს. თუმცა ამის გარდა მე იძენ მეგობრებს დავდიოდი პიონერთა სასახლეში, სასახლის მეგობრები, ცეკვის მეგობრები, ისტორიის წრის მეგობრები, ინსტიტუტის, მე ერთი სამსახურის, მეორესი, მაგისტრატურის ასპირანტ, სხვადასხვა მეგობრები, მეზობლები, ბავშვის კლასელი მშობლები და იმდენი სამეგობრო ყავს მე ახალ ადამიანებთან ურთიერთობა გაძლევს ახალ ცოდნას, ახალ გამოცდილებას და ვითარდები. ის რა თქმა უნდა მეგობრები, რომლებიც გიყვარს შენი ბავშვობის მეგობრები შეუცვლელია და მთელი ცხოვრების მანძილზე ყავს, ასევე ყოველ ცხოვრების ეტაპზე ახალი სამეგობროები ჩდება, რომელიც რჩება შენ ცხოვრებაში, მაგრამ ინტერესების ცვლილებასთან ერთად სამეგობრო წრეები იცვლება. ადრე მე ეს მეგონა ტრაგედია ხო. მეგონა რომ აი ეს მეგობრები ვინც ყავს უნდა ყავდეს და ყავდეს. უნდა ყავდეს, ხო, მაგრამ პლუს ემატებიან ამას სხვადასხვა ადამიანები. შეიძლება თუ ჩვენ ძალიან ავწდით ერთმანეთს, თუ ჩვენ ღირებულებებში ძალიან სხვადასხვაგან წავედით, შეიძლება არ გქონდეს ურთიერთობა, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან მე ის ადამიანები, რომლებიც მიყვარდა და ჩემი მეგობრები მგონი დღესაც მიყვარს. შეიძლება წლები გავიდეს, არ ვნახო, მაგრამ ისი კარგი მიხარია, შეიძლება საერთოდ სხვა ქვეყანაშია და ვერ ვნახულობ და საერთოდ ინტერნეტით ვიგებ სიახლეებს, მაგრამ ის სითბო და სიყვარული გაქვს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყოველდღიური ურთიერთობა უნდა გქონდეს. შენ როცა განვითარების სხვა საფეხურზე გადადიხარ, ვეღარ ურთიერთობ ისეთი დოზით. ეს არ ნიშნავს რომ შენ უფრო კაი ტიპი ხარ. ეს ნიშნავს რომ შენ უბრალოდ უფრო სხვაგან ხარ და ის სხვაგან არის. უბრალოდ სხვადასხვაგან ვართ, მაგრამ შენ მაინც მიყვარხარ. რა თქმა უნდა, ამ სიყვარულში და ის რომ
განვითარდეთ და გავიცნოთ ახალი ადამიანები. ეს არის განვითარების ერთ-ერთი ძალიან დიდი საშუალება და საერთოდ კვლევა ჩატარდა ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოზე. 75 წლიანი ჰარვარდის კვლევა იყო, სადაც დასკვნა იყო ასეთი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამისთვის არის ურთიერთობები. სოციალური არსებები, რაც თქმა უნდა. შესაბამისად. მარტო ბედნიერი ვერ იქნები. ოღონდ, როდის იწყებ ამ ურთიერთობების დაფასებას, იცი? როცა მარტო რჩები საკუთარ თავთან და ძალიან კარგ საზოგადოებაში ხარ. ფანტასტიურ დროს ატარებ საკუთარ თავთან, ძალიან კომფორტულად ხარ და ურთიერთობა გამოგდის. შენ თუ საკუთარ თავთან ურთიერთობა გამოგდის და ეს შენთვის კომფორტულია, შენ სხვებთანაც გამოგივა ურთიერთობა და თუ შენ საკუთარ თავთან მარტო დარჩენის გეშინია, თუ ვერ ხარ ისე, სადაც ახვალ ყველგან შენ ხარ. აი მაგ შემთხვევაში, აი ხა მე წავალ ამერიკაში და იქ სხვა ცხოვრებას დავიწყებ. ჩემო კარგო, სადაც წავალ, ყველგან შენი თავი მიყავს და რაც აქ ხარ, იქაც ის იქნები. მარტო გარემო შეცვლა რა თქმა უნდა მოქმედებს, მაგრამ შენი განწყობა მნიშვნელოვანია. თუ შენ განწყობილი ხარ, რომ რაღაცები შეცვალო და რაღაცები სხვანაირად დაინახო, კი ბატონო, მაგრამ თუ შენ არ ფიქრობ არაფრის შეცვლას და იგივე შეხედულებებით მიდიხარ, იგივე აზრებით მიდიხარ, სადაც მოხდა ზუსტად იგივე განმეორდება, რაც აქ ხდება. გარემო შეცვლა იმ დროს, როცა შენ მზად ხარ შეიცვალო და უბრალოდ ძველ გარემოში ცოტა ძნელია შენ ახალი რომ მიგიღონ და სხვანაირი მიგიღონ და ახალი გარემო არ გიცნობს და შესაბამისად როგორიც მიხვალ, ხო, ისეც მიგიღებენ, ამიტომ უფრო უადმუდება. კი ბატონო, თუ შენ იცვლები, მოგწონდი. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო ეს ნარატივი იყო და ბოლოს მაშინ ესეთი ბლიც შეკითხვები რომ დაგისვათ ეს საუბრობ. საუკეთესო რჩევა, რაც შეგვიძლია მივიცეთ 20 წლებში ადამიანს. მე რჩევებს არ ვიძლევი. ხო, ფსიქოთერაპია რჩევებს არ იძლევა. იყავი ის, ვინც ხარ, გაბრაზდები, გაბრაზდი, გაგიხარდება, გაგიხარდეს და გულწრფელობა. ყველაზე მნიშვნელოვანია გულწრფელობა. არც საკუთარი თავი მოატყუო და არც ხვები. იყავი ის, ვინც ხარ. ყველაზე ცუდი რჩევა მაშინ, რაც 20 წლებში შეგვიძლია ადამიანს მივიცეთ. იყავი სანიმუშო შვილი, სანიმუშო მოსწავლე, სანიმუშო ადამიანი და არ გააკეთო ის რაც შენ გინდა, იმიტომ რომ სხვებმა თქვან რომ რა კარგია, რა კარგად იქცევა, რა ბედნიერია, რა წარმატებულია, რა მოწესრიგებულია. ანუ მოატყუე საკუთარი თავი. ყველაზე ცუდი რჩევა არის ესე იგი ეს. და ბოლოს ერთი წინადადება, რასაც ეტყოდით 20 წლის ლალის. არასოდეს თქვა არასოდეს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ეპიზოდი შედგა და ჩემნაირ გზააბნეულებისთვის გამოსადეგარი და პრაქტიკული. გელოდებით შეკი. კი, აუცილებლად ჩვენ პოდკასტის შემდეგ. შევთანხმდეთ. მოკლედ ვაკეთებთ ჩვენ ესეთ შეხვედრას, ხო? როგორ დავისვენოთ? ავისწავლოთ დასვენებ. ან მოდი დავისვენოთ, ხო? შეგვიძლია რა გავაკეთოთ. კი ბატონო. პირდები აუცილებლად გავაკეთებ. ჩემს მაყურებელს კი ვეტყვი, რომ ბოლოს მე რაც შემიძლია რომ თქვა არის ეს, რომ სანამ ამ ეპიზოდს რაღაცნაირად ჩავწერდით და ვამზადებლით, რაღაცნაირად ეს ჩემ პირად სისუსტედ მიმაჩნდა, რომ 23 წლის ვარ და ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვიცი რისი კეთება მინდა. თუმცა ამ საუბრებმა დამარწმუნა, რომ როდესაც რაღაც არ მოგწონს, აუცილებლად უნდა გამოხვიდე კომფორტის ზონიდან და დაიწყო დისკომფორტების ძიება, რადგან კომფორტის ზონაში განვითარება არ მოდის. შესაბამისად, ვინც ახლა უსმენს, ვინც გვიყურებს და თავის თავს ამოიცნობს, დავფიქრდეთ იმ ვაგონს და იმ მატარებელს, რომელსაც ესე გამუდმებით მივждებთ. შემთხვევით სხვა მატარებელი ხო არ არის ჩვენთვის განკუთვნილი და დავფიქრდეთ კარგად და რეფლექსია გავუკეთოთ ჩვენ ქცევებს და ჩვენ საკუთარ თავს. მე კიდე როგორც გითხარით, ეს არის პირველი მაგაზე ერთი ამბავი გამახსენდა. კიდე უცბად. აი მაგ ვაგონზე გამახსენდა ერთი. ამას წინა ჩემი მეგობარი მოყვა და მოთხოვა უნდა მოყვა ისე მომწონს მეთქი. მოკლედ კაცი იყო სტუმრად და მოდის ახლა იქიდან და დაუყავდა რა 3 საათი 4 საათი და ტრასაზე დგას და არაფერი არ მოძრაობს და უცებ გამოიარა ავტობუსმა. რომელიც აი განათებული და დაუქნია ხელი. გაუჩერა ამ ავტოს მავიდა და მძღოლი ეუბნება გიჟები მიმყავსო საგიჟეჩიო და თუ შენთვის პრობლემა არ არის, კარგია რა დასახლებულ პუნქტამდეო წამოყვებიო, კარგიო. ჩაჯდა მოკლედ და ეს გაყინული შეციებული ჩაეძინა. და რო გაეღვიძა, ეს ავტობუსი დანიშნო საგიჟეჩია მისული და ჩამოყავთ ეს გიჟები და ესე ჩამოვიდა და დიდი მადლობა წავედი. სად წახვედიო? მე უკაც გზავრი ვარ. სხვაგან მივდიოდა და ავტობუსმა მოდი უთხრეს. მოკლედ ვერ დაარწმუნა, რომ ეს იყო მგზავრი და შეეგუაბეთ, დარჩა ეხა 1 წელი, 1 წლის მერე გასაუბრება აქვს და მე მგზავრი ვარო. ამას ვარაფერი არ ეშვება.
გავიდა კიდე 2 წელი და კიო ხო გიჟი ვარო და გამოსვლა ამას ვარ მოკლედ მოკვდა საგიჟეში კი ბატონო ავიდეთ იმ ავტობუსშიც მატარებელშიც ოღონდ არ ჩაგვეძინოს თორე თავს ამოვყო მოკლედ აი სავსე ვარ თქვენი თქმულებებით და ზღაპრებით ძალიან საინტერესო იყო და თქვენ ვიდეოებს როცა ვუყურებ განსაკუთრებით მომწონს ეს მიმართულება იმიტომ რომ რაღაცა სხარტულია თან საინტერესოა და თან დასამახსოვრებელი არის და ძალიან დიდი სიბრძნე მოდის და დიდი მადლობა მოკლედ ამ ყველაფრისთვის ჩემს მაყურებელს კი ვეთქვი რომ ეს იყო Nini Talks პოდკასტის პირველი სეზონის ბოლო ეპიზოდი ცოტა ხნით გემშვიდობებით გისურვებთ სასიამოვნო დასვენებას ბედნიერ ზაფხულს ქალბატონი ლალი და მე ახლა გავივლით, როგორ უნდა დავისვენოთ ზაფხულს. აუცილებლად. სექტემბრიდან დაგიბრუნდებით, კარგი რჩევებით, თუ როგორ შეგვიძლია რა დავისვენოთ. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, გაგვიზიარეთ თქვენი შეფასება კომენტარების სახით და ბედნიერ დასვენებას გისურვებთ. ნინი ძალიან მაგარი იყო. ძალიან მაგარი ხართ თქვენ. დიდი მადლობა, ძალიან მისიამოვნო.